ერთადერთი რაზეც გას დიქტატურა არის იმერწულობა და შიში. მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლოს ხდომას 3 წლის შემდეგ პირველად დაესწრო. სააკაშვილის თქმით, მზად არის ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის პროცესში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებას მომავალი ახალგაზრდული ენერგია დაამარცხებს. ტაივანელი კაცი, რომელიც ბათუმში თავს მსხვილ ბიზნესმენად ასაღებდა და ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს, საერთაშორისო ძებნილი ნარკობარონი აღმოჩნდა. ამის შესახებ აიფაქტის საგამოძიებო სტატიიდან ხდება ცნობილი. გამოძიების მიხედვით, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ სუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლო მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავე ცნო. მოყინული გზები თბილისში მოქალაქეები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ მოყინვის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათივე ცნობით, მუნიციპალურ სამსახურს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ყინვა საქართველოში 24 იანვრამდე შენარჩუნდება. სპარსებისა და კბილი ჯაგრისების მოპარვისთვის ბელგიაში საქართველოს სამ მოქალაქეს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბელგიური მედიის ინფორმაციით, მჯავრდებულებმა ივლისში ჯამში 11 ქურდობა ჩაიდინეს.